ჯაზის სეიმი თბილისში 27 ოქტომბერს 13 ჯაზ ფესტივალი გაიხსნება. მაკოი ტაინერის კვარტეტი, დაიანა რივზი, რეიჩელ ფერელი, კრისტიან სკოტის კვინტეტი, ჯაზ კრუსეიდერსი, ომარი და სხვა შემსრულებლები დიდ საკონცერტო დარბაზში მელომანებს 4 დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებენ. ექსკლუზიური ინტერვიუები ჯაზის ვარსკვლავებთან, სოფო ჭრელაშვილის სიუჟეტი. ჯაზის დაუვიწყარი საღამოები და მსოფლიო ვარსკვლავები დიდ საკონცერტო დარბაზში. თბილისი ყველაზე მასშტაბური ჯაზ ფესტივალის მოლოდინშია. ჯაზის 13 საერთაშორისო ფესტივალი 27 ოქტომბერს გაიხსნება. უმაღლესი დონის კონცერტებია, რომელიც არ ამგონია საზოგადოებრივად ესე უცებ მოხდე ესეთ შემოდგენობაზე. ეს არის მელომანებისთვის ნამდვილი ნატრა, მათ შორის ჩემიც. კარგია მხრივ, რომ ერთ-ერთი პრესტიჟული ჯაზ ფესტივალად ითვლება და ევროპის ესეთი საუკეთესო ჯაზ ფესტივალების პროგრამაშიც კი არის შეტანილი თბილისის და ბათუმის ფესტივალიც. მუსიკოსი ჯო სემპლი ცნობილი ბენდის ჯაზ კრუსეიდერსის დამაარსებელი უკვე თბილისშია. ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელმაც ჯაზი, ბლუზი და კლასიკა ერთ კომპოზიციაში გააერთიანა, საქართველოში პირველად იმყოფება. საქართველოში პირველად ვიმყოფები. მამაჩემი ამერიკის შტატ ჯორჯიაში დაიბადა, ამიტომ აქ ჩამოსვლა და საქართველოს ნახვა ნამდვილად ღირდა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობა. ვიცი, რომ კონცერტზე გემოვნებიანი მსმენელი იქნება. მე და ჩემი ბენდი მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. საქართველოში პირველად ჩამოვიდა მუსიკოსი ომარიც, მომღერალი, რომელსაც დუეტები სტივ ვანდერთან, ენჯი სტოუნთან და სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად შეუსრულებია, ამბობს, რომ თბილისის ჯაზ ფესტივალზე მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანია. ქართველ მსმენელს ბევრ სიურპრიზს ვპირდები, ვინც ჩემს კონცერტებზე ნამყოფია, მათ ეს კარგად იციან. ჯაზის მოყვარულებს კონცერტზე ძველი და ახალი ალბომიდან საუკეთესო კომპოზიციებს შევთავაზებ და რა თქმა უნდა იქნება იმპროვიზაციებიც. ჯაზის ფესტივალს 73 წლის საქსაფონისტი მაკოი ტაინერი გახსნის. ლეგენდარული ჯაზმენის შემდეგ მსმენელის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებელი კრისტიან სკოტი წარსდგება. პირველად ჯაზ ფესტივალის ისტორიაში კი საქართველოს ქალი ვოკალისტებიც ეწევიან. ცნობილი ჯაზ ვოკალისტები დაიან რივსი და რეიჩელ ფერელი ქართველი მსმენელის წინაშე 28-29 ოქტომბერს წარსდგებიან. 2010 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები ლეგენდარული ძმები ბლუზების ბენდის წევრები იქნებიან. თბილისის 13 ჯაზ ფესტივალს 30 ოქტომბერს სწორედ ბლუზი დახურავს.